ზესტაფონის საკრებულოს მორიგის ხდომის დღის წესრიგის პირველი თემა საბიუჯეტო ცვლილებას შეეხებოდა, რომლის დამტკიცების შემდეგ მიმდინარე ბიუჯეტი 49,715,000 ლარზე მეტი გახდა. იანვრის 156 განკარგულებით მუნიციპალიტეტებში ზოგიერთი დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტის უზრუნველყოფისათვის ზესტაფონის მუნიციპალიტეტს გამოეყო 1,99,726 ლარი. გაიზარდა ბიუჯეტის როგორც საშემოსავლო, ასევე საგასავლო ნაწილი. საჭირო შეიქმნა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუნაწილებელი სახსრებიდან 150,000 ლარი გადატანილი იქნა სარეზერვო ფონდში. ეს ორი ცვლილება იყო სულ. ბიუჯეტის მოცულობა ამ ცვლილებების გათვალისწინებით შეადგენს 49,715,600 ლარს. დეპუტატებმა მოусმინეს მერის მოადგილეს გიორგი ჯუღელს. მან პარკირების რეგულირების წესში ცვლილების შესახებ ისაუბრა, რომელიც ზესტაფონის საკრებულომ გასული წლის თებერვალში მიიღო. წარმოგიდგენთ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის პარკირებისათვის განკუთვნილი ორგანიზაციებზე საჯარიმო საქციებისა და დგომა გაჩერების ადგილების მიმართ შესაბამისი საგზაო ნიშნების განთავსების ადგილებს. წარმოდგენილი არის თქვენს ყველას დარიგებული გაქვთ ესენი. აქ ეს ითვალისწინებს იმ პარკირებისათვის აკრძალულ ადგილებში უნებართვოდ დაყენებული მანქანების საჯარიმოზე გადაყვანას შესაბამისი საჯარიმო საქციებითა და ასევე ისეთი ადგილები, სადაც ნებადართული იქნება მათი პარკირება, შესაბამისად მოხდეს შესაბამისი თანხების გადახდა ელექტრონული წესით და არა პირადი ანგარის სწორებით, როგორც ადგილი ჰქონდა ადრეულ წლებში. და ეს პარკირების ადგილები უმოწესრიგდება მე შევა ძალაში გაიგო. რა თქმა უნდა, ბატონო. შესაბამისად განთავსდება მისი შესაბამისი აღნიშნული საგზაო ნიშნებიდან იქნება მითითებები. ანუ თქვა რა აღირებულება არის, ან ჯარიმა რამდენი იქნება. ეს არის დადგენილი უკვე თუ ესეც? ეს იყო 2024 წელს გამოტანილი, ეხლა შევიდა ცვლილება, სადაც დაანონსებული იყო, რომ 2005 წლისთვის უკვე იქნება შესაბამისად საჯარიმო საქციებიც და შემოვდივართ საჯარიმო საქციებით. არაპარკირების ადგილზე გაჩერებული მანქანები დაექვემდებარება ევაკუაციას გადაყვანას საჯარიმო მოსაცდელს. ეს ჯარიმა რამდენია? განისაზღვრება ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ 1 წლის წინ მიღებული რეგულაციების მიხედვით პარკირების საფასური დროის მონაკვეთების მიხედვით სხვადასხვა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის განსხვავებულია. მსუბუქებისთვის ის 1 ლარიდან იწყება და წლამდე ვადით პარკირების სარგებლობის შემთხვევაში 40 ლარით განისაზღვრება. 1 კვირისვა და 3 ლარი ღირს, 1 თვე 10 ლარი. 3 თვით პარკირება 15 ლარი დაგიჯდებათ, 6 თვეში კი 25 ლარს გადაიხდით. ფასები განსაზღვრულია ასევე სატვირთო ავტომობილებისა და სამშენებლო სპეცტექნიკისთვისაც. სხდომაზე განიხილეს ასევე 2024 წლის სახელმწიფო შესყიდვების ანგარიში მუნიციპალური ქონების პრივატიზების ნუსხა. სხდომა სპექტრთან საკრებულოს თავმჯდომარემ ვახტანგ ღამბაშიძემ შეაჯამა. 5 საკითხი იყო საკრებულოს სხდომაზე გატანილი, 5-ვე დადებითად იქნა გადაწყვეტილი. აქ ძირითადი საკითხები ეს იყო ბიუჯეტის ცვლილება განხორციელდა, მოგეხსენებათ სტიქია იყო და სტიქიის მუხლიდან მოხდა თანხის გადატანა, ვინაიდან კათოლიკე სამუშაოები მიმდინარეობდა და საჭიროება გამოიწვია თანხის დამატებით. ასევე იყო პარკირებასთან დაკავშირებით ცვლილება შევიდა, რადგანაც უნდა გამოიყოს ადგილები, სადაც მოხდება პარკირების ზონების განსაზღვრა. ასევე იყო საპრივატიზაციო ნუსხა, სადაც რამოდენიმე ლოკაცია იქნა გატანილი და შემდეგ მოხდება მისი პრივატიზება. კულტურის ისტორიის მუზეუმის სახვითი ხელოვნების ფონდში დასავლეთ ევროპული ხელოვნების 3 ნიმუში დაბრუნდა. მე-16 საუკუნის 2 ნახატი ქრისტეს 4 მოციქული, 1 პანოს 2 ნაწილი და ნატურმორტი ყვავილები ლარნაკით. კულტურის სამინისტრო მე-16 საუკუნის უცნობი ვენეციელის ნამუშევარი ქრისტეს 4 მოციქული იტალიაში, ხოლო მე-17 საუკუნის ნიდერლანდური სკოლის ნიმუში ლარნაკი ყვავილებით ბელგიაში 2024 წლის ბოლოს შეიძინა.
2021 წლამდე სამივე ნამუშევარი საქართველოში იყო. გასაბჭოების შემდეგ ქრისტეს 4 მოციქული ოლდენბურგების კოლექციიდან მოგვიანებით იტალიაში აღმოჩნდა. რესტავრატორების მიერ დათვალიერების შემდეგ ნახატები ხელოვნების სასახლეში გოთურ დარბაზში გამოიფინება. რაც შეეხება მე-17 საუკუნის ნიდერლანდური სკოლის ნიმუშს ლარნაკი ყვავილებით, ნახატს პირველადი გაწმენდა ჩაუტარდა და ხელოვნების სასახლის საგამოფენო სივრცეში გამოიფინა. წელს მუზეუმის სახვითი ხელოვნების ფონდს შეემატა 3 არაჩვეულებრივი დასავლეთ ევროპული ხელოვნების ნიმუში. 2 მათგანი არის მე-16 საუკუნის ნახატი, ეს არის ქრისტეს 4 მოციქული, ხოლო მესამე არის ნატურმორტი ყვავილები ლარნაკით, რომელიც დათარიღებულია მე-17 საუკუნით. ასეთი თანადგომა ჩვენს მუზეუმს გაუწევს დიდ პოპულარიზაციას და კოლექციების გამდიდრებას. რაც შეეხება მე-16 საუკუნის ქრისტეს 4 მოციქულის ნახატს, ის დროებით ახლა იმყოფება რესტავრაციაში, ამას მოითხოვს ხელოვნების ნიმუში, ხოლო მოგვიანებით ის იქნება გამოფენილი მუზეუმის გოთურ დარბაზში. ექსპონატები ჩამოვიდა იტალიიდან, ნამუშევრები საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია, ეს ეჭირება მხოლოდ მცირე საკონსერვაციო ჩარევები, რომლებიც ჩატარდება მომავალ პერიოდში და ამ პროცესების ჩატარების შემდეგ უკვე გამოიფინება საგამოფენო დარბაზებში. ზესტაფონელი ნიკოლოზ ალავიძე 2024 წლის საქართველოს პიანისტთა ეროვნული და საერთაშორისო კონკურსების 11 გამარჯვებულთა შორის დასახელდა. ამან მას შესაძლებლობა მისცა დოდო ცინცაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გამართული კონცერტის ერთ-ერთი მონაწილე ყოფილიყო. 14 წლის ნიკოლოზის პედაგოგი ზესტაფონის სამუსიკო სკოლაში მუსიკის დოქტორი ლალი თუთბერიძეა, რომელსაც ეს წოდება აღნიშნულ ფესტივალზე მიენიჭა. მე ვიყავი თბილისში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში, სადაც მიმდინარეობდა დოდო ცინცაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი, სადაც იყო 2024 წლის 11 საქართველოს მასშტაბით 11 საუკეთესო მოსწავლის კონცერტი, რომელშიც მივიღე მონაწილეობა და დავუყარი დალი ჩხეიძის ეტიუდ სურათი. საქართველოს მასშტაბით ეროვნულ და საერთაშორისო კონკურსებში. ცნობილმა ქართულმა პიანისტმა ვალერია შურგაშვილმა ამ კონკურსებიდან გამომდინარე დამასახელა 11 საუკეთესო ბავშვი, რომლის კონცერტი შედგა თბილისში გახდა. დავით დოლიძე ზესტაფონის სასპორტო სკოლიდან ძიუდოში საქართველოს ჩემპიონია. თავის ასაკობრივ კატეგორიაში მან ასპარეზობის დღეს 5 ორთაბრძოლა გამართა და ყველა ეტაპზე მოპოვებული წარმატების შედეგად 2013-14 წლებში დაბადებულთა შორის გამარჯვებული სტატუსი მოიპოვა. 11 წლის დავიდს ანალოგიურ ტურნირში მონაწილეობის გამოცდილება გასულ წელსაც ჰქონდა, თუმცა მაშინ მესამე ადგილზე გავიდა. სპექტრთან ამბობს, რომ ამ შედეგის გაუმჯობესებისთვის ბევრს ვარჯიშობდა და მოტივაციაც მეტი ჰქონდა. ზესტაფონელი ჩემპიონი 38 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. ქვეყნის ჩემპიონატი თბილისში ძიუდოს აკადემიაში ჩატარდა. თბილისში ჩატარდა 1 მარტს ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი, სადაც მივიღე მონაწილეობა და ვიჭიდავე 5 შეხვედრა 38 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მოვიგე 5-ვე და გავხდი საქართველოს ჩემპიონი. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩემ მწვრთნელს ზაზა მახათაძეს. ეს კიდევ არაფერი არ არის, ყველაფერი წინ მაქვს. მე მიზნად მაქვს დასახული, რომ გავხდე მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი.